პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფოთის დროებით მოთავსების იზოლატორს ადამიანობისთვის და ადამიანურობისთვის და ზეჰუმანურობისთვის. რაც შეეხება განწყობას, გ12 მაგებული ენერგიით და შემართებით გამოვედი. მათ მაიძულეს ის, რაც ჩემინებით ბოლო პერიოდში ვერ შევძელე, ეს არის დასვენება და გამოძინება. უფრო დიდი შემართებით ვარ და ის მეთოდები, რითიც ამათ გონიათ, რომ რაღაცას შეაჩერებენ, რაღაცას გააჩერებენ, ვიღაცას შეაშინებენ, ანუ არ ვრცელდება ეს ჩვენზე, არ ჭრის ეს ჩვენზე, ჩვენ ვერ შეგვაჩერებს სისტემა, რომელიც არ ემსახურება იდეას, რომელიც ემსახურება რაღაც ერთ ადამიანს, რომლის ხელის დაქნევასაც ელოდება. მაგალითად, მე ბათუმში 12 იანვარს რომ დამაკავეს, იმიტომ რომ დგებუაძეს მიუმართე და დაუძახე, რომ ის არის ნაბიჯვარი, იმიტომ რომ ის რასაც აკეთებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ბათუმში, მე ამას ვეძახი ნაბიჯრობას და ის ჩემთვის არ არის უბრალოდ რაღაც პოლიციელი ან პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალადობს მოქალაქეებზე და ამ ყველაფერს აქვს თავისი სახელი. ამ ყველაფერს მე ისტორია შეინახავს და ისტორია თავის პასუხს ცხადია ისედაც გასცემს ამ ადამიანს, მაგრამ იქ იმ წამს ადგილზე მყოფს, რომელმაც დავინახე, რომ ეს ადამიანი აქციაზე შემოვიდა რაღაც ამალით, ვერ მოვითმენდი და მე ვეღარ დავიძინებდი მშვიდად, რომ ეს მომენტი არ გავამეყენებინა, ამიტომ პირში ვუთხარი მას ის რაც იყო. და რაღაც გავეშებული და გაგიჟებული გამოვარდა თავის არმიასთან, რაღაც 40 კაცთან ერთად, რომელიც უცებ მეტაკა და დაიწყეს დაკავება. და შემდეგ რაც ჩემთვის იყო, რა არ მინახავს, რა არ წამიკითხავს და არ ვიცი რა არ მომისმენია, მაგრამ ეგეთი არაფერი გამიგია, რომ სასამართლოზე ცრუ მოწმეები ვერც კი ამბობდნენ სიტყვათა წყობას ეგრე, რომ მე დგებუაძეს ნაბიჯვარი დაუძახე. ანუ სიტყვა ნაბიჯვარი სადაც ამოღებული ქონდათ პროცესზე მთლიანი 1 საათნახევრის განმავლობაში და ამბობდნენ, რომ მონა დაუძახე პოლიციელებს, ანუ დგებუაძეს აქაც კი არ ახსენებდნენ პოლიციელებს, ანუ ვიღაცამ რომ აქციაზე დგებუაძეს სიტყვიერად რაღაცა შეძახილი განახორციელა და ეს დგებუაძეს არ მოეწონა, ამიტომ მათ უბრალოდ რავი წყალში პირი ჩაიგუბეს და რაღაც სისულელე სიგიჟეები მოიგონეს. რაც რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვის დრო როცა მოვიდა სასამართლოზე, მე პირდაპირ და ღიად თქვი, რაც იყო და რატომაც მოხდა დაკავება და ამას საერთოდ არ ვნანო და პირიქით, რამდენჯერად შესაძლოა მომეცემა ამის, რომ ამ ადამიანს პირში უთხრა ჩემი სათქმელი, ამას ყოველთვის ვიზამ. და მათ გონიათ, რომ ხა ეს 12 დღე რაღაცნაირად აი მაგალითად შინაგან სამინისტროს იურისტმა გააკეთა ესეთი განაცხადი ბოლოს პროცესზე, რომ შუშანა მაცაბერიძის სახელზე არის 16 ადმინისტრაციული кейსი. შუშანა მაცაბერიძე არ იხდის ჯარიმებს, რა ის უბრალოდ არ იხდის ჯარიმებს, აი ყველა ამ 16 кейსზე არის ჯარიმები, მაგრამ მას არ აქვს გადახდილი და დაყადაღებულიც არისო. სწორედ ამიტომ არანაირი მსუსხავი ეფექტი არ ექნება იმას თუ ჯარიმას დაუწერთ თქვენ ახლა შუშანასო და ამიტომ ჩვენ გვაქვს ესეთ მოწოდებაო რომ შეუფარდოთ პატიმრობაო. ეხლა შესაძლოა იურისტს ალბათ გონია რომ ძალიან დავისუსხე და ისე დასუსხული გამოვედი იზოლატორიდან, მაგრამ ძალიან ცდება პირიქით ძალიან ენერგიულად გამოვედი, ძალიან შემართებით ვარ, ბრძოლა გაგრძელდება, პროტესტი გაგრძელდება და ეს პროტესტი იქნება მსუსხავი ეფექტით, რასაც ისინი თითქოს აქეთ ჩვენ გვიპირებდნენ. ჩვენ ვერ შემთხვევაში რეჟიმი ვერ დაგსუსხავთ, ჩვენ იქეთ დავსუსხავთ რეჟიმს და ბოლოს კი დავანგრებთ ამ სისტემას და რუსებს გავუშვებთ რუსეთში, ჩვენ კი დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას. კი ბატონო, შუშანა 16 ადმინისტრაციული საქმე კი ახსენეთ, მაგრამ აი თქვენი აი სამოქალაქო აქტიურობის, აქტივისტობის ფარგლებში დაახლოებით რამდენჯერ ხართ დაკავებული? 11 ჯერ იყო. 11 ჯერ მოხდა უკვე თქვენი დაკავება, ხო? 11 ბოლო რამდენი წლის განმავლობაში ალბათ ეს 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ეს იყო 11 და ამჯერად უკვე ნუ პატიმრობა 12 დღიანი, რაც როგორც თქვენ განმარტეთ და როგორც ალბათ ჩათვალეს თავად, იქნებოდა ცოტა რომ შეგშინებოდათ ალბათ ეს არის რომ სავარაუდოდ. თან ეს მუქარაც იყო, ანუ დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში რო ვისხედით, მარცხნივ მსხდომი ერთ-ერთი პოლიციელი გიორგი კვესეიშვილი, რომელმაც აი პირდაპირ დამემუქრა, რომ არ ისვენებო, არც თბილისში ისვენება, აქ ჩამოხვედი, აქაც არ ისვენებ. ამიტომ ეხლა შენ სამაგალითოდ დაისჯებიო და მერეც თუ არ მოისვენ, მერე კიდე სამაგალითოდ დაისჯები. ხო, რა ვიცი, მიყურო საბა გიორგი კვესეიშვილმა ეხლა რას ვიზამ, როგორ ვიზამ და ამ ენერგიით, არ ვიცი, ორი გადაბმული პიკაპით შეიძლება მიხილოს რუსთაველზე და მერე ნახოს ვინ შეაშინა მისმა მუქარამ. იქეთ ეშინიათ, იქეთ უნდა ეშინოდეთ ჩვენ მაგათი არ გვეშინია.